ჩემთვის მივსეირნობდი ქუჩაში და რას ვხედავ? რესტორნის მოაჯირებზე გადმოკიდებულია ქალბატონი თათია, რომელიც კიდევ დაუბრუნდა ძველ საქმეს და ზაპოი აიკიდა. როგორ უნდა მიმეტოვებინა ესე შუა ქუჩაში? ავედი, თათია ადექი დათუნავარ ვერ მიცანი მეთქი, ვერ მიცნო. დავიღალე ამის დალებით, ამის ზაპოით. წამომყევი გოგო ქმარშვილი სახლში გელოდება მეთქი. აღარაფერი მიხარია, რაც ეს გოგო ჩემი მეგობარია. ჩემი ცხოვრება გაუბედურებულია. აქ ვცდილობ რომ ვუთხრა, წამოდი დაწექი თათია, დამიჯერე მეთქი და არაო, ჩამარტყმევინე ერთი ჭიქაო და მერე წამოვალ სახლშიო. რესტორან წარაფში ვართ, რა თქმა უნდა და ბარემ აქვე შევედით რომ გვეჭამა. ძლივს დავსვი ხალხო, ძლივს დავსვი. გემრიელი კანჭის მენიუ შევუკვეთე, ხინკალი შევუკვეთე. მომსახურე პერსონალი ცალკე გადარია. ესე იგი, ტვინი წაუღო ამ გოგოს, მოდი გინდა თუ არა, ჩემთან ერთად უნდა დალიო. ვაიმე, ჩემი დაბადება მოისპოს, როგორ აღარაფერი მიყარით. აღარც ამპულა შველის, აღარაფერი შველის, 1000 ჯერ ჩავუდგით ამპულა, მაგრამ კი მისცა ანაფილაქსიური იმ ამპულაზე რო დალია, მაგრამ მაინც გამოიზრინა თავი და გადარჩა. აქ მეხვეწება გინდა თუ არა თვალები დახუჭე და პირი გააყეო. ვაიმე, როგორ აღარაფერი მიყარია. ხინკლის მუღამი მქონდა და ესეც არ მაცა და სუჩქარჩქარა ვჭამდი, ოღონდ რამე არ დააშავოს, ვინ მიარსცემოს მეთქი და მივაყარე. ისევ გამომექცა. შევარდა მეორე სივრცეში, სადაც დიდი დარბაზია და იქ იყო ნათლობა, ბავშვის ნათლობა იყო. უცხო ხალხში შევარდა და ეცეკვებოდა კაცებს. ავარდა სცენაზე და თავისი სიმღერები შემოგთავაზა. სავარაუდოდ პერსონალმა დარეკა დაცვაში, მე რაღა შუაში ვიყავი, მეც გამათრიეს, ეს დამპალი გოგოც გაათრიეს. თათია არ უჯერებდა დაცვას, ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ კარგი ძალა აღმოაჩნდა ამ კაცს და მაინც გამოიყვანა. მთელი რესტორანი წარაფი ფეხზე იდგა. ჩამტენეს მეც მანქანაში, ისე მტკივა ეხლაც კისერი, ეს ქალბატონიც ჩატენეს და ამ დამპალი ქალის გამო მეც დამაკავეს. და ახლა ამ ვიდეოს ვამონტაჟებ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. უკაცრავად მშია. თბილისში კარგი ამინდები გამოვიდა, დათბა. ყველგან ოფლის სუნი დგას. ის გავს მზით გათბობილ მიწას, როცა პირველი წვიმის წვეთები ეხება. მძაფრი, მაგრამ ბუნებრივი. თითქოს სხეული თავის ისტორიას ხვება. ოდნავ მარილიანი, ოდნავ თბილი. მასში იგრძნობა ცხოვრების ტემპი, ნერვიული სიჩქარე და შრომის ენერგია. და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. თბილისი მოლის კარფურში შევიარე და აღმოაჩინეს დიდებული ოლდმანის ბრენდის დეოდორანტები. როგორც ქალის, ასევე მამაკაცის. კარგი ამინდები დაიწყო, უკვე დრო თავებს მივხედოთ, მეგობრებო. თან ფასი რომ ვნახე, 9 ლარი და 95-ის ნაცვლად 5 ლარად. თლად გავგიჟდი და გადავირიე. კიაფი იყო, მაგრამ მაინც ვიფიქრე აქვე შევისხავ თქო და მერე ვიყიდი თქო. ცივია. 16 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით განსაკუთრებული ფასდაკლებებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ოლდმანის პროდუქციით. მხოლოდ 5 ლარად. მე ახლა ამ 5 ლარს მოვაშორებ და ჩუმად არავის უთხრათ 10 ლარად გავყიდი აი ამ დეოდორანტებს. აბა მოგძელით გენაცვალეთ. 50 ლარის ნაცვლად სულ რაღაც 10 ლარად. და რა თქმა უნდა კლიენტიც მოვიზიდე. ყველა ოჯახის წევრისთვის გავატანე დეოდორანტი. კაცი არ ხავდათ, მაგრამ კაცისაც გავატანე. იქნებ გათხოვდი რამე გეშველოს მეთქი. რა თქმა უნდა, პირადი ნომერიც ვუკარნახე. 01. ასე მითხრა ჩავრიცხეო, აბა დამიზუსტეთ მანახეთ თქო? და რა თქმა უნდა, ჩარიცხული აღმოჩნდა, კარგი გოგო იყო. მე გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე დეოდორანტები მომეპარა. რამოდენიმე წელი წამოვიღე. სადაც რა ჩამეტია, იქ ჩავილაგე. მაგრამ დედამშვილს უთხრა ძირნაყარი არაფერი ჭამო, ისევ ხმელი პური ჭამეო ჩემზეა ნათქვა, ეს ჩემი მოფიქრებული ანდაზაა. ამ დროს გამაჩერა დაცვამ გენაცვალეთ და უკან წამართვა ეს ჩემი დეოდორანტები. არც ხათრიანი კაცი არ აღმოჩნდა და არ შემიწყალა. ალბათ გახსოვთ ვიდეო, სადაც ბებიაჩემს არ ვაჭამე შაურმა, აქედან გამომდინარე ხალხმა გამლანძღა, რადგან ეს ჩემი დადგმული სპექტაკლი დაიჯერეს. ასე რომ მომიდა ამ ადამიანებს დავუმშვიდო გული და მოვედი ავლაბრის საშაურმეში. აქ ცოტა გული დავიცალე. რა გონი ამ ხალხს რომ ბებიაჩემს საკუთარ ბებიაჩემს რომელმაც გამზარდა არ ვაჭმევ შაურმას თქო? ეხლავე ამომიძეც გეთმეთქი შაურმა თქო. აი თუ კომენტარებს რომ მიწერენ ზუსტად ასე ვნერვიულობ. მაგრამ ამ ბებიაჩემზეც ნერვები მეშლება, რომ ვეუბნებოდი რომ ეს ხალხი მლანძღავს კომენტარებში შენს გამო მეთქი, ხმას არ იღებ და მოწონდა რომ ეს ხალხი ქალბატონ ლილის იცავდა და რაღაცნაირად სიამაყის შეგრძნება უჩნდებოდა. მე იქიდან ამერიკიდან მამაჩემა დამირეკა დედაჩემს რატო აჩენ ამ ვიდეოებშიო, შაურმა რატო არ აჭამე დედაჩემსო, მეთქი ყველამ თავი დამანებეთ. რეალურად მართლა არ ეჭმევა ბებიაჩემს ასეთი საჭმელები, იმიტომ რომ აკრძალული აქვს აქ იმისგან. მაგრამ მე ვინ მიჯერებს? კაცი ვარ თუ ვინ ვარ? შაურმების გამზადდა ბებიაჩემისთვის და ახლა დრო წავუღოთ. ქალბატონი ლილი მელოდება, დარწმუნებული ვარ ფეხზე გადადებული. ყველაზე მე ვზრუნავ.
ყველაზე მე ვფიქრობ, ჩემი ტოლები ახალგაზრდები ერთობიან იმას ფიქრობენ, სად გაათენო და სად დააღამონ და მე, აი ესე ბებია ჩემი დედა, ჩემი ძმა. ოჰო, როგორ ელოდებოდა. დედა, ესეთი რამე არ მინახია. დამაცადე ქალბატონო ერთი წუთი დავატოლო, რომელი უფრო დიდია. ეს ჩემთვის, იმიტომ რომ უფრო დიდია. აი ხლა შენ გამრო ხალხმა ბლანძღა მეთქი, მეტი მცარ მინდა არ გიჭამია ბოლომდე მეთქი. ხო ვთქვი რომ კბილები არ გაქვს მეთქი. აბა ეხლა ვნახოთ რომელი კბილით შეჭამ ამ შაურმებს მეთქი. მაინც ნახა გამოსავალი და აი ესე ხელით გადაწყვიტა ეჭამა. საათები ვიჯექი და ველოდებოდი როდის დაამთავრებდა. 7 საათის შემდეგ. ასეთი ჯიბრიანი ქალბატონი არ მინახავს. ჩემს ჯიბრზე ჭამა ბოლომდე ეს შაურმა.+8+2+3+6+5+6+7+8+9+10+11+12+13+14+15+16+17+18+19+20+21+22+23+24+25+26+27+28+29+30+31+32+33+34+35+36+37+38+39+40+41+42+43+44+45+46+47+48+49+50+51+52+53+54+55+56+57+58+59+60+61+62+63+64+5+6+7+8+9+10+11+12+13+14+15+16+17+18+19+20+21+22+23+24+25+26+27+28+29+30+31+32+33+34+35+36+37+38+39+40+41+42+43+44+45+46+47+48+49+50+51+52525252.+8+2+3+6+5+2+3+4+3+6+5+3+4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 +3
აი შენითაც დავიღალე, ცხოვრებითაც დავიღალე. ხალხო მოვიდა, მომადგა და წვერი გამყარს. თვითონ. და ესე დაიტოვე კაია მექსიკელს გავხარო. ხა? მექსიკელების მოქალაქეობა რო ქონდეს. აი ხა ჩახვალ და საბუთს მოგცემენ ეგრევე. აი როგორც კი დაენახვები, საბუთი გაქვს. მალე ვიდეო დაიდება წვერის გაპარსვის მეგობრები. My attacks have no effect on you? Who decided that? უშეგიძლია ხელხარ შემოხვიდე ლაივში გასვლა ვერ მოასწარი. ძარცვად ხო დროზე ყველაფერი ოქროლობა რაც გაქვს. Hi besties, მოკლედ ახალი უმაგრესებით გიბრუნდებით. სანამ ვიდეოს თავ ნაწილზე გადავიდოდით, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის ზელატოსი მეგობრებო. ზელატოსი, ახრაშუნე და ისიამოვნე. მომეცი ეს აქ. აუ ძალიან კაი ფოტო გამოვიდა. რა შვები? რა ჭამეკენი ზაჰიდმა მოიგო უკვე. რა ზაჰიდმა მოიგო. ლუკა რა შვები? ალეჩი ვარ რა გინდა? ტუალეტში რა გინდა ზაჰიდმა დახურა უკვე. ზაჰიდმა დახურა. ვა ქრისტიანს ჭეშმარიტად. მოდი კვერცხი ჩამირთი რა. რა ვქნა? კვერცხი ჩამირთი. და ანუ ეგ ტრენდი რო ზაჰიდმა მოიგო უკვე არაფერი? ზაჰიდის აკოპირებ. ეხლა თუ რა შვები? ბავშვობა რომელ წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი? მას. გისმენ 1793 წლის 24 ივლისს. სწორია ყოჩაღ დაგიწერდი ახლა ლუკა ათიანს უბრალოდ ზაჰიდმა დაგასწრო და მოიგო ეს ტრენდი და ფიზიკურად ახლა სანდრო მიშველე სანდრო რა შვები ბიჭო ზაჰიდმა უკვე დახურა ეგ ტრენდი რამდენი ხანია ბიჭო დებილი ხო არ ხარ შე? ზაჰიდმა გაჯობა ზაჰიდი ჯობია ზაჰიდმა უკეთესობა მაგრამ ზაჰიდმა დახურა ეგ ტრენდი უკვე. ორი წუთი შენ ვინ ხარ ანაკ რა გინდა? მე ხომ უბრალოდ ფრიკი ვარ. რა ხარ?